გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს. ანგარიში მოცემულია მდინარე ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითარებული კატასტროფების და სტატისტიკური მონაცემები. სტიქიის გამოწვევი ბუნებრივი მიზეზები და შემუშავებული რეკომენდაციები სამოვალო დამცავი ღონისძიებების გასატარებლად. კვლევაში წერია, რომ 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესები ერთმანეთს დაემთხვა, რამაც უხვი ატმოსფერული ნალექები გამოიწვია. კრიზისების საბჭოს მიერ მას მიეცა კონკრეტული დავალება სამინისტროს გაგვავალეს, რომ ჩვენ განსაზღვროთ ვერეს ხეობაში ზონა, რომელიც არის სოციალისტების საშიში ზონა და ეხლა ეს პროცესი მიმდინარეობს, ასე რომ ჩვენ კვლავ ძალიან მალე დაახლოებით მაქსიმუმ 1 თვის ვადაში დამატებით ინფორმაციას მივაწვით მოსახლეობას. ეს არის უკვე საკმაოდ ვრცელი დასკვნა, რომელიც შედგება სხვადასხვა ასე თქვა თავებისაგან. აქ თქვენ ნახავთ როგორც ჰიდროლოგიურ თავისებურებებზე, ასევე საინჟინრო-გეოლოგიურ თავისებურებებზე და ასე შემდეგ ამ დოკუმენტში ინფორმაციას.